საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ უკვე გავარკვიეთ თუ რა არის მემკვიდრეობითობის მოლეკულური საფუძვლები. ეხლა ვისაუბროთ დღეს თუ როგორ ხდება თაობიდან თაობაზე მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა. ჩვენ ვიცით, რომ თაობებს შორის კავშირი გამრავლებით მყარდება. ყველა ორგანიზმს აქვს უჯრედული აგებულება. რასაკვირველია, გამრავლება დაკავშირებული არის უჯრედების გამრავლებასთან. უჯრედების გამრავლების სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე გავრცელებული სახე უჯრედის გაყოფისა გახლავთ მიტოზი. როდესაც ერთი საწყისი დედისეული უჯრედი იყოფა ორ იდენტურ უჯრედად. ახლტალმუშობილი უჯრედი თითოეული მათგანი იზრდება, ფუნქციონირებს, ასრულებს მისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს, გარკვეულ ზომას აღწევს და შემდეგ მისგან წარმოიქმნება კვლავ ორი ახალი უჯრედი. ეს არის უჯრედის ციკლი. უჯრედის ციკლი მოიცავს მთელ იმ პერიოდს უჯრედის წარმოქმნიდან, მთელ მისი სიცოცხლის განმავლობაში, იქამდე სანამ თვითონ ეს უჯრედი დაიყოფა და დასაბამს მისცემს ორ ახალ უჯრედს. ეს ჩვენ შეიძლება სქემატურად განვიხილოთ მოდელზე, უჯრედის ციკლის მოდელზე. თქვენ მას ახლა ეკრანზე ხედავთ. უჯრედის ციკლი შედგება ინტერფაზისაგან და მიტოზისაგან. თვითონ მიტოზი კიდევ შედგება რამოდენიმე ფაზისაგან, ეს არის პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა, ხოლო შემდეგ მას მოსდევს ციტოკინეზი, როდესაც უკვე ციტოპლაზმა იყოფა და წარმოიქმნება ორი შვილეული უჯრედი. როგორც ხედავთ, ინტერფაზას გაცილებით მეტი ადგილი უკავია, ვიდრე თვითონ მიტოზსა და ციტოკინეზს. იმიტომ რომ ინტერფაზა უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს, ვიდრე მიტოზი. და ეს დამოკიდებული არის უჯრედის სახეობაზე. ზოგიერთ უჯრედში ის რამოდენიმე დღე-ღამე, 24 საათი, რამოდენიმე თვე გრძელდება. არის ისეთი უჯრედებიც, რომელიც სულ ინტერფაზაში იმყოფება და ისინი აღარ მრავლდებიან. ასეთი არის მაგალითად ნერვული უჯრედები. თვითონ ინტერფაზაც სამი ფაზისაგან შედგება. ეს არის ჟ-პირველი ფაზა, მოდელზე მუქ ყვითლად არის შეფერილი. ეს სინთეზის ფაზა, რომელსაც ღია ყვითელი შეფერილობა აქვს და პოსტსინთეზის ფაზა, ჟ-მეორე ფაზა, რომელიც ღია მწვანედ არის შეფერილი. დავახასიათოთ თითოეული მათგანი. ჟ-პირველ ფაზაში უჯრედი აქტიურად ფუნქციონირებს, იზრდება, ამავე ფაზაში ხდება იმ ფერმენტების სინთეზი, რომელიც შემდეგ ეს სინთეზის ფაზაში გამოიყენება დნმ-ის რეპლიკაციისათვის. სინთეზის ფაზაში ხდება დნმ-ის რეპლიკაცია, გაორმაგება. მის გაორმაგებასთან ერთად ორმაგდება აგრეთვე მემკვიდრეობითი ინფორმაციაც. შემდეგ ჟ-მეორე ფაზაში უკვე, ანუ პოსტსინთეზის ფაზაში უჯრედი ემზადება გაყოფისათვის. მერე კი იწყება უკვე მიტოზი. სანამ ჩვენ მიტოზს განვიხილავდეთ, თითოეულ ფაზებს დავახასიათებდეთ, იქამდე მინდა განვიხილოთ თუ რა არის ქრომოსომა და როგორ ყალიბდება იგი. თქვენ ახლა სქემაზე ხედავთ მოდელს, სადაც ნაჩვენებია, რომ ბირთვში მოთავსებული არის მასალა ქრომატინი, რომელიც დნმ-ის მოლეკულებისაგან შედგება, ისინი გაშლილია ერთმანეთში არის ჩახლართული და შემდეგ ნაჩვენებია თუ როგორ ყალიბდება, წარმოიქმნება მისგან ქრომოსომა. ქრომოსომა შედგება დნმ-ის მოლეკულებისაგან, რომელიც დაკავშირებული არის ცილებთან. ძირითადად ეს არის ცილა ჰისტონები. სწორედ ეს სინთეზის ფაზაში, ინტერფაზაში ხდება დნმ-ის გაორმაგება და თითოეული ქრომოსომა შედგება ორი დნმ-ის მოლეკულისაგან, რომელსაც შვილეული ქრომოსომები, ანუ ქრომატიდები ეწოდება.
ქრომოსომაში ეს ორი ქრომატიდი ერთმანეთთან ცენტრომერით არის დაკავშირებული. ეხლა განვიხილოთ ჩვენ მიტოზის ფაზები. დავახასიათოთ თითოეული ფაზა, ხოლო შემდეგ ეს მიტოზის მოდელზე ნახოთ ეკრანზე. პირველი ფაზა გახლავთ პროფაზა. პროფაზაში ეს ქრომოსომები ერთმანეთს სცილდება, სპირალურად ეხვევა, მოკლდება და უკვე განირჩევა თითოეული ქრომოსომა მეორე ქრომოსომისაგან. და აქ უკვე ჩანს, რომ თითოეული ქრომოსომა ორი ქრომატიდისაგან შედგება. ამავე დროს პროფაზაში ცენტრიოლები იყოფა, მიემართება პოლუსებისაკენ, უჯრედის პოლუსებისაკენ და წარმოქმნას იწყებს გაყოფის თითის ტარა. პროფაზა მთავრდება იმითი, რომ ბირთვის გარშემო და ბირთვაკები იშლება და ქრომოსომები უწესრიგოდ აღმოჩნდება ციტოპლაზმაში. ამის შემდეგ იწყება მეორე ფაზა, მეტაფაზა. მეტაფაზაში ქრომოსომები უჯრედის შუაში ეკვატორზე განლაგდება და მას ცენტრომერებზე მიემაგრება გაყოფის თითის ტარას ძაფები. წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული მეტაფაზური ფირფიტა. ამის შემდეგ იწყება ანაფაზა, რომლის დროსაც ეს ცილოვანი ძაფები მოკლდება და თითოეული ქრომოსომა ქრომატიდებად იხლიჩება და ქრომატიდები მიემართებიან პოლუსებისაკენ. შემდგომ იწყება უკვე ბოლო ფაზა, რომლის დროსაც ეს პოლუსებთან მისული ქრომოსომები, ქრომატიდები უпростоრად ქრომოსომებად გარდაიქმნება. ისინი იშლებიან, დესპირალიზაციას განიცდებიან, ერთმანეთს ჩაეხლართება, მათ გარშემო ჩნდება ბირთვის გარსი და წარმოიქმნება ბირთვაკები. ანუ ერთ უჯრედში წარმოიქმნება ორი ბირთვი. ამით მთავრდება ტელოფაზა. შემდეგ იწყება უკვე ციტოკინეზი, რომლის დროსაც ციტოპლაზმაში ჩნდება გამყოფი ფირფიტა, ერთი უჯრედი იყოფა ორ ახალ შვილეულ უჯრედად. მოდით ახლა ეს ყველაფერი ჩვენ ნახოთ მიტოზის მოდელზე. ეკრანზე თქვენ სწორედ ხედავთ თუ როგორ მიმდინარეობს მიტოზი. მას პროფაზაში უკვე ხედავთ, რომ ქრომოსომები არის სპირალურად დახვეული, დამოკლებული და იწყებს აი ეს ცენტრიოლები ორად გაყოფას. მეორე სურათიც ეხება პროფაზას და აქ უკვე ძალიან კარგად ჩანს ორ ქრომატიდიანი ქრომოსომა. სიმარტივისათვის დაშვებულია, რომ საწყის უჯრედს გააჩნია მხოლოდ 4 ქრომოსომა, ორ-ორი ქრომატიდით. ანუ სულ უჯრედში არის 4 ქრომოსომა და 8 ქრომატიდი. შემდეგ იწყება მეტაფაზა. მეტაფაზაში ხედავთ თქვენ, რომ უჯრედის შუაზე, ზუსტად ეკვატორზე განლაგებული არის ეს ქრომოსომები და გაყოფის თითის ტარას ძაფები მიმაგრებული არის მათ ცენტრომერებზე. შემდგომ სურათზე თქვენ ხედავთ ანაფაზას, სადაც ქრომოსომები არის ქრომატიდებად გახლეჩილი და ზუსტად 4 ქრომატიდი მიემართება უჯრედის ერთი პოლუსისაკენ და 4 ქრომატიდი მეორე პოლუსისაკენ. სადაც ისინი მერე უკვე ქრომოსომებად გარდაიქმნება. შემდეგ სურათზე უკვე ხედავთ მეოთხე ფაზას მიტოზის, რომელსაც ტელოფაზა ეწოდება. აი აქ უკვე კარგად ჩანს, რომ თვითეული ამ ქრომოსომების გარშემო, პოლუსებთან მისული ქრომოსომების გარშემო გაჩნდება ბირთვის გარსი, ბირთვში ჩნდება ბირთვაკები და როგორც ხედავთ, თვითეული ბირთვი 4 ქრომოსომას შეიცავს, რაც იყო დამახასიათებელი საწყისი უჯრედისათვის. ამის შემდეგ იწყება ციტოკინეზი, როდესაც ეს ორი უჯრედი გაიყოფა ორ შვილეულ უჯრედად. შვილეული უჯრედი იმეორებს დედისეული უჯრედის თვისებებს, იმიტომ რომ იგივე მემკვიდრობით ინფორმაცია მიიღო, რაც საწყისი უჯრედისათვის იყო დამახასიათებელი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზუსტად იგივე ქრომოსომული კომპლექტი აქვს შვილეულ უჯრედებს, რაც საწყისი უჯრედისათვის იყო დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, მიტოს უჯრედის გაყოფის ამ სახეს ძალიან დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. იგი უზრუნველყოფს მემკვიდრეობითი ინფორმაციის ზუსტ გადაცემას შვილეულ უჯრედებზე.
მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უჯრედი წარმოადგენს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების მიტოზური უჯრედის მიტოზური გაყოფა წარმოადგენს ორგანიზმის ზრდა განვითარების საფუძველს. ამავე დროს მრავალუჯრედიან ორგანიზმებში დაზიანებული უჯრედების, დაბერებული უჯრედების და ქსოვილების შეცვლა, განახლება, ანუ რეგენერაცია სწორედ უჯრედების მიტოზური დაყოფის შედეგად ხდება. ჩვენ ვიცით, რომ რეგენერაცია არის ორი სახის, ეს არის ფიზიოლოგიური და რეპარაციული. ფიზიოლოგიური რეგენერაცია ეს არის, როდესაც ხდება განუწყვეტლი უჯრედების განახლება, ეს არის დამახასიათებელი მაგალითად კანის უჯრედებისათვის, სისხლის უჯრედებისათვის, ძლოვანი უჯრედებისათვის, თანდათან ძველი უჯრედები, ხნიერი უჯრედები კვდება და მათ ადგილს იკავებს ახალი უჯრედები სწორედ მიტოზური გაყოფის შედეგად. ამავე დროს, როდესაც ხდება დაზიანება ქსოვილებისა, მაგალითად თითი ყველას გამჭრია, კანის თლიანობა დარღვეულა, მაგრამ ცოტა ხანში შეხორცებულა. სწორედ ეს შეხორცება ხდება უჯრედების მიტოზური დაყოფის შედეგად. ამავე დროს უჯრედების მიტოზური გაყოფა არის უსქესო გამრავლების საფუძველი, რაზედაც ჩვენ შემდეგ გაკვეთილებზე ვისაუბრებთ. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში არჩევენ ორი ტიპის უჯრედებს. ეს არის არასასქესო უჯრედები, ანუ სომატური უჯრედები და სასქესო უჯრედები, ანუ გამეტები. მაგალითად, ადამიანისათვის დამახასიათებელი არის განსაკუთრებული ქრომოსომული ნაკრები, ისევე როგორც ყველა სახეობისათვის დამახასიათებელი არის გარკვეული ზომის, ფორმის და რიცხვის ქრომოსომების ნაკრები, რასაც კარიოტიპი ეწოდება. ადამიანების კარიოტიპი 46 ქრომოსომისაგან შედგება. თქვენ ახლა სქემაზე ხედავთ სწორედ ადამიანის კარიოტიპს. თუ დააკვირდებით სქემაზე, კარგად ჩანს, რომ თითოეულ ქრომოსომას გააჩნია თავისი მეწყვილე ქრომოსომა. ასეთ ერთნაირი ქრომოსომების წყვილს ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილი ეწოდება. მას ადამიანისათვის დამახასიათებელი არის 23 წყვილი ქრომოსომა, ანუ 46 ცალი ქრომოსომა. ასეთ კომპლექტს დიპლოიდური კომპლექტი ეწოდება და იგი 2 ენით აღინიშნება. ხოლო გამეტებისათვის დამახასიათებელი არის ქრომოსომების განახევრებული რიცხვი, რასაც ჰაპლოიდური რიცხვი ეწოდება. მას ჩვენ დღეს განვიხილეთ უჯრედების გაყოფის ერთ-ერთი სახე მიტოზი და მისი ბიოლოგიური როლი. ამით დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი ამოიწურა. მომავალ შეხვედრამდე.